ჯანდაბა გოგოებო ძალიან მშია მეც დიანა მაგრამ გახსოვთ მასწავლებელმა გვიცხრა რომ არ გვეჭამა არაფერი სპილოები ვითხართო ჯანდაბა დაუჯერებელია ჩვენ ვართ სპილოები ვით ჩვენ ხომ ვცდილობთ იცით დღეს რა ვჭამე საუზმეთ ერთი ცალი მოხარშული კვერცხი მეც ერთი კვირაა უკვე დიეტაზე ვარ საშინელება გოგოებო ისე უცნაურია დღეს კაფეტერიაში არავინ არ არის დაასრულეს უკვე ჭამა დიანა მე კარგი არის რომ არავინ არ არის თავისუფლად ვართ გოგოებო ვინმეს ბულკი გინდათ იანა რა ბულკი დღეს უნდა ავიწონოთ იანა ნასტია მართალია აი მე მაგალითად კომბოსტოს შევჭამ და იოგურტს ალბათ მე ბანანს შევჭამ მე იოგურტს დავლევ ხო რა თქმა უნდა დიეტაზე ვართ მაგრამ გოგოებო გეუბნებით კომბოსტო ლანჩზე არის საშინელება დიანა არა უშავს პირიქით კომბოსტო კანს მბზინავს ხდის იანა დიანა და მე უკვე ერთი თვეა კომბოსტოს ვჭამთ და რა საერთოდ არაფერი არ შეიცვალა ხო რაც არის გოგოებო ეს ნასტია ხო მაგრამ არც ჩირილდერია და არც მწვრთნელი გამოვააშკარავეთ მწვრთნელი აღარ არის ხო და რატომ აცვია ისევ გოგოებო არ მესმის რა ხდება აქ რას აკეთებს საერთოდ როგორც მივხვდი ეს არის ჩირილდერების მაგიდა კი ეს არის და შენ ჩირილდერი არ ხარ ამიტომ ეს კამი დაკავებულია უკვე ნასტია არ მესმის რის გაკეთებას ცდილობ წინაზე ხომ გამოგააშკარავეთ და კიდევ ეგ რატომ გაცვია მე ჩირლიდერი ვარ ეს კოსტუმი მომეწონა და ახლა თქვენს გუნდში ვიქნები თუ ჩირლიდერი ხარ უნდა იცოდე რომ ჩვენ ბულკებს არ ჭამთ წადი და აბრუნე უკან ხო ჩირლიდერები ჭამენ მხოლოდ იოგურტს ბანანს და კომბოსტოს მე მაინტერესებს ასე უცბად საიდან მოიტანე რომ ჩვენი გუნდის წევრი ხარ არ იცი რომ ჩვენ მივხვდებით რომ არ ხარ კარგი ჭამეთ თქვენი კომბოსტო არ იცით რომ ჩირლიდერები ძლიერები უნდა იყვნენ და ერთი კომბოსტო საკმარის ენერგიას არ მოგცემთ მის მინე ნასტია შენ ვერ გადაგვიწყვიტავ ახლა კი წავალთ და მწვრთნელს ვკითხავთ მართლა ჩვენ გუნდში ხარ თუ არა ხო იმიტომ რომ შენი ფორმა ჩვენსას არ გავს მე კი ვხედავ გოგოებო რომ ალქაჯები ხართ ჭამთ და არ სუქდებით და თან ძალიან კეთილები ხართ გოგოებო ვხედავ რომ ჩვენი ახალი გოგო ამ ყველაფერს სერიოზულად იღებს რას უკეთებთ ახლებს ყოველთვის ვამოწმებთ ხოლმე ხო აბა გამოვიწვიოთ რამეში რა თქმა უნდა მიდით მე მზად ვარ ჯული, ეს მტკივნეულია. საყვარელო მაპატიე, ცუდად გავაკეთე. ჯული, ძალიან მჭიდროდაა, მტკივა. მოითმინე ცოტა. ვაუ, რა საყვარლობა. პატრიკ, არ გინდა რომ შენც გაიზარდო თმა და მე კიკინას გაგიკეთებ ხოლმე უკან. ჯიჯი, უკვე აქ ხარ. რა იყო პატრიკ, გაგიჟდი? თმას არ გავიზრდი. მარუსა გეუბნები მაშას ლაიქი არ დაუძერ. რას გულისხმობ? შეხედე აი აქ დალაიქებული გაქვს. აი კიდე ერთი ლაიქი. აი აქაც საცვალში ზის და დალაიქებული გაქვს. რა საცვალი? ეს საცურაო კოსტუმია. რა საცურაო კოსტუმი? შეხედე, ეს ოკეანეა, პალმის ხეები, შეზლონგები და ეს მაშაა საცურაო კოსტუმი. რა საცურაო კოსტუმში? საცვლებშია. მარუსა, ასე მაინც თუ გაიგებ, შენც რო ასეთი ფოტო გადაგეღო, ლაიქს შენც დაგიწერდი. მე მაშა არ ვარ, მე კარგმანერებიანი გოგო ვარ. კოსტა, დიმა, მიმიშვი, სმაილ, ნებამომეცი მივხედო. კოსტა, მე მაქვს პრობლემა სმაილთან და ახლა შენც იგივეს აკეთებ. ხო, მაგრამ მან არასწორად შემომხედა. კოსტა, ბოლომდე გაგიჟდი? შენთვის არ შემომიხედავს. კარგი ბრაუს დამშვიდდი. კოსტას ვერ ხედავ, შუაზე გაგკეცავს. რას გულისხმობ გაკეცვაში? ამას ახლავე ცომივით გავაბწყელებ. კოსტა, დამშვიდდი, მათ ძალით კი არა, მიზეზებით უნდა მოვერიოთ. მომისმინე ალუბლის ნამცხვარო ბრძოლას არ გირჩევ. ბრაუს, ახლა გაგიშვებ, მაგრამ ცომად გადაიქცევი. დიმა, ხელი გამიშვი. სმაილ, ნუ გამაგავე. კარგი კოსტა, მეც ვეღარ დაგიჯერ. ხო, მეც დავიღალე. ესე იგი ვილაპარაკოთ? ვილაპარაკოთ. კარგით, მეგობრებო, ჩვენ მოვრჩით, ხო? კოსტა, ეს რა იყო? კარგით, დღეს ფილმის ყურება გვინდა. ხო, მე პოპკორნს და კოლას მოვიდან. ვა, ეს ძალიან სწრაფი ბრძოლა იყო. ჯერ ერთმანეთის დახოცვა გინდათ, მერე ჩაჩურჩულეთ და ახლა მეგობრები ხართ. ძალიან მიგვირს. ჰეი დიმა, არ ინერვიულო, ჩვენ FIFA-ს ვითამაშებთ, მას 4 ჯოისტიკი აქვს. ხო, სმაილ და შენც უნდა წამოხვიდე. ანუ გოგოებთან ერთად პაემანზე აღარ მივდივართ, მათ დაგვპატიჟეს. სმაილ, ერთი დღე თავი დავანებოთ, ხვალ წავიდეთ. მოდი თქვენ სმაილე წაიყვანეთ და პაემანზე მის ადგილს მე დავიკავებ. რა თქვი? რაც გაიგონე ის? მოდი აქ. არა, შენ მოდი აქ. მზად ხარ ნასტია? ხო, გეგონა რომ ეგეთი ადვილი იქნებოდა ჩრილდერობა? არა, ყველამ გამოვცადეთ ეგ. უკან დახევის დრო კიდევ გაქვს თუ გინდა. დიანა, არა. მზად ვარ. შენ თვითონ მოითხოვე. გოგოებო, ნასტია მზად არის.
გოგოებო, არ ვიცი, ცოტა ცუდად გრძნობ თავს. დიანა, რატომ დაგავიწყდა რაც გაგიკეთა? და კიდევ ერთი რაღაც, ჩვენ ყველამ გამოვცადეთ და ეს ვინ არის? ხო, კარგით, მაგრამ თუ მწვრთნელი ამაზე გაიგებს, მკვდრები ვართ. მწვრთნელი ვერ გაიგებს, წავედით. აბა გოგოებო, მთელ სკოლაში გამოვაცხადოთ, ყველა უნდა მოვიდეს. ძალიან კარგი იდეაა,იანა. აბა, არ წავედით? ხალხო, დავიღალელოდინით. კი, ხო, ნასტია, წავედით. კარგი და ამას რა ჭირს, რატო არ დაულაიქე ან ამას? კარგი რა მარუსა, ლაიქი ყველაფერზე დავუსვი, მეტი აღარ შეიძლება. მართლა? არტემ, გთხოვ, არ გამელოდე, ძალიან გთხოვ. ჯული, დავიღალე, იცოდე კიდევ ერთხელ შეეხები ჩემით მებს და სახლში რომ ივალ, ეგრევე მოვიჭრი. ბავშვებო, შეწყვიტეთ ჩხუბი, უფრო მნიშვნელოვანი ამბებიც გვაქვს. ახლა ჩემპიონატი მოეწყობა სკოლაში. ხო, ნასტიას უნდა რომ ჩირილდერი იყოს და ამიტომ ახლა მოაწყობენ ჩემპიონატს და ვნახავთ ყველაფერს. ეს ნამდვილი შოუ იქნება. ხო, და ძალიან გავერთობით. სად იქნება ეს ნასტია, რა ჩირილდერი? კარგი მარუსა, დამშვიდდი, უბრალოდ სანახავად წავიდეთ. წავედით, ჩქარა. კოსტა, იცოდე, კარგი სკილები მაქვს FIFA-ში. ყველა პერსონაჟი 100%-ზე მყავს. რაუს, შენ მაინც ვერ მოიგებ. მეგობრებო, შეხედეთ, ჩირლიდერები აქ ჩემპიონატს აწყობი. ვინ, სად, ვისთან? გახსოვთ ნასტია, ვითომ მწვრთნელი რომ იყო. ახლა კაპიტნობა უნდა. ხო, მაგის ნებას გოგოები არ მიცემი. ხო, ეს საინტერესო სანახავი იქნება. აქ რატომ მოხვედით? ჩვენ ჩირლიდერებმა დაპატიჟეს. ვა, ამნასტიას მართლა უნდა ჩირლიდერობა? ისეთი რაღაც გააკეთა კინაღამ დიანას დავშორი. სმაილ, ყველა ახალ ჩირლიდერთან პრობლემა რატომ გაქვს? კალათბურთელებო, მოკლედ, თქვენი დახმარება გჭირდება. კარგი, მოკლედ, ბიჭებო, მწვრთნელმა ამ გოგოს უფლება მისცა, რომ ჩვენ გუნდში იყოს და ჩვენ არ გვინდა. ხო, ამიტომ ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ჩემპიონატში ჩაფლავდება. ხო, და ამის შემდეგ აღარ იქნება ჩვენთან ერთად გუნდში. კი, მართალია და თქვენ უნდა დაგვეხმაროთ. კარგი ბროვასტი, მოდი დავეხმაროთ. დიანა, მეც შემიძლია დახმარება. დიანა დაგვეხმაროს. კარგი მაშინ. კოსტა, ადექი უნდა დავეხმაროთ. დიმა, უკვე ყელშია ეს. ჩუმად იწყება. ნასტია, შანსი გაქვს რომ შეიცვალო აზრი. არა, ნასტია, მართლა ვფიქრობ რომ უნდა დაფიქრდე. გითხარით არა. კარგი, დავიწყოთ. აქ რასაკეთებენ? ნასტია, ყველა მიცის რომ ჩემპიონატი ტარდება და შენ ჩირილდერი ხდები. ჩემპიონატი გვინდა. მიდით. აბა რა უნდა გავაკეთო? აუხტე, თუ გადავგორდე. არა, ნასტია, არა. რას გულისხმობთ? რა მოიფიქრეთ? ნასტია, შენ აკოცებ ყველაზე სიმპათიურ ბიჭს. რა ხდება? არტომ, ტანსაცმელები შევცვალოთ, კალათბურთელობა გინდა? ამას ხედავ? ნასტია, შანსი გაქვს რომ დანებდე. არა, მზად ვარ. კარგი, თუ ეგრე გინდა. ბიჭებო, მზად ხართ დაეხმაროთ ნასტიას გახდეს ჩირილდერი. მზად ვართ. კარგი, ჩემპიონატი იწყება. ნასტია, იცოდე, სმაილს ძალიან არ აკოცო, თორემ შეიძლება ვიეჭვიანო. დიანა, მომშორდი. აბა, ნასტია, მზად ხარ? მზად ვარ. მიდი, ნასტია. უბრალოდ ცადე. დიმა, შენიც დავიწყოთ. ნასტია, ჩაფხუტი მიგეთი. ღმერთო ჩემო, დიმას მართლა აკოცა. კოსტია, შენ შემდეგი ხარ. გოგოებო, რა გავაკეთე? გოგოებს კი ნუ უსმენ, მე მომისმინე. გაუცებული ვარ გოგოებო, ნასტიას შეხედეთ, ყველაფერს გააკეთებს რომ ჩირილდერი გახდეს. ხო, დიანა, მოიცადე სმაილი და ბროვასტი დარჩა. დარწმუნებული ვარ რომ მაგათ ადვილად აკოცებს. დიანა, რა გავაკეთო? გოგოებო, ვაიმე, მართლა აკოცა სმაილს. ბროვასტი არ მიცე უფლება. გოგოებო, მე მგონი ნასტია ჩვენს გუნდში იქნება და დარწმუნებული ვარ ხშირად ვიკამათებთ. გოგოებო, ჯობია ყურადღება მიაქციოთ თქვენს კალათბურთელებს, თორე წაგართმევენ.იანა, რატომ ვაიძულეთ ამის გაკეთება? დებილები ვართ. ნასტია ჩირილდერი. ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარის ღილაკს. ახლა უნდა გავარკვიოთ რა მოვუხერხოთ ამას. ხო, ძალიან დიდი პრობლემა შეგვექმნა. აბა გოგოებო, მიესალმეთ ახალ ჩირილდერს. არა ბრაუს, მიდი სმაილ, არ შეგშურდეს. კარგი სმაილ, იცოდე, შენი დროც მოვა.
Яна, მიდი მაჩვენე უცბად. დიანა, შეხედე, ჯულის არ უნდა რომ მე და შენ ჩამოგრჩეს და სპორტსმენი შეყვარებული უნდა. შოქში ვარ. კარგით, გოგოებო, დამშვიდით, უბრალოდ ფორმა ჩააცვა, რა მოხდა ისეთი. არა, ლეილა, ვერ ხედავ რა დაწერა პოსტის ქვევით. ჩემი შეყვარებული საუკეთესოა, ყველა სპორტსმენს დაამარცხებს სკოლაში. ხო, ძალიან უცნაურია, საერთოდ გამიკვირდა არტემს ფორმა რომ ჩააცვა. და საინტერესო ის არის, რომ ჩვეულებრივ მაღაზიაში ვერ იყიდი ამ ფორმას, გუნდის ფორმა არის. გოგოებო, რამე შანსი არის, რომ ჯულის ეგ ფორმა მოეპარა? კარგით, გოგოებო, უნდა წავიდეთ და გამოვიძიოთ ყველაფერი. ვა, გოგოებო, მე მგონი კიდევ ერთი მაგარი სპორტსმენი გვეყოლება სკოლაში. გოგოებო, წუხვარ, ჯერ საკმარისად ცუდია ის, რომ ყველას ჩვენნაირები უნდათ რომ იყვნენ და ახლა სპორტსმენებზეც დაიწყეს. ხო, ნასტია, პოპულარობა რთულია, ყველა ცდილობს რომ დაგაკოპიროს. იმედი მაქვს, ჯიჯი და მარიუსაც არ ჩააცმევენ თავიანთ შეყვარებულებს ფორმას. ვაიმე, არა, იქ გაგვაკლია. ჰეი, პატრიკ, მაპატია რომ დავყარე ყველაფერი ძირს. სხვადასხვის ნახე ჯულიმ რომ არტემს ჩააცვა სპორტსმენის ფორმა, ძალიან მაგარი იყო, დღეს სურათები ვნახე. ჯიჯი, იცოდე, ჩიფსი თუ კიდევ დაგივარდება, მე აღარ ავიხებ. ვოუ, პატრიკ, დღეს შენ უნდა დაალაგო, ხო იცი, მე უბრალოდ აქ შენთან ერთად ვარ, რომ არ მოიწყინო და სხვადასხვის შაბათ-კვირას წავალთ მაღაზიაში და შენთვისაც ვიყიდით სპორტსმენის ფორმას. ჯიჯი, სპორტსმენი არ ვარ და ეგეთ უნიფორმებს არ ვიცვამ, გაიგე? რა? პატრიკ, მე წინააღმდეგები? ყველა ბიჭი უნდა იყოს სიმპათიური და შენ ეგრე უნდა მელაპარაკო? ჯიჯი, ერთი სიტყვას და შენც ნაგვის ურნაში გადაგაგდებ. ვაუ, პატრიკ, როგორი მკაცრი ხარ, თან ძალიან შემეშინდა. და რო იცოდეთ, ყვილად არ შეინახო ეგ, მაინც დამეყრება კიდე ჩიფსები და უნდა მოხვეტო. არტემ, რატო არ მკოცნი? აღარ გიყვარვარ? არა, უბრალოდ ჩემი ტუჩები გახეთქილია. სად? აი, აქ გამისკდა. ერთი წუთი. მარუსა, რა საკეთებ? რა, მაცადე, ახლა ტუჩებზე უნდა წაგისვა, შენი ტუჩების გარეშე ვერ ვცხოვ. მარუსა, ოღონდ მთლიანად არა, სადაც გასკდა იქ. კარგი, ფრთხილად ვიქნები. მეხუმრები? მაგაჩერდი. ბრაუს ვეღარ უძლებ, უკვე ძალიან მდგივა. სმაილ, რა მოხდა? ბრაუს მგონი თითი მოვიტეხე. დამშვიდდი, აბა გაამოძრავე. ბრაუს ვერ ვამოძრავე. აუ, ბრაუს. დამშვიდდი, არაფერი არ გჭირს. გეუბნები მოვიტეხე თქო. სმაილ, თუ მოიტეხე საავადმყოფოში მიდი, მე რა გავაკეთო? ჯანდაბა ბრაუს, შენ რო შუა თითი მოგეტეხა, მე დაგეხმარებოდი. სმაილ, მე რა უნდა გავაკეთო? ტრაუმების ცენტრი ვარ. ჯანდაბა, ის ლურჯი ხდება. კალათბურთელებო, მოგვისმინეთ. მთელი სკოლა გაგიჟდა საერთოდ. ხო, ჯული უცნაურია. ბროვასტი, გამარჯობა, სმაილ ვერც წარმოიდგენ რა დიანა, მოხდა. ფრთხილად იყავი. რა გჭირს? ჩემი თითი მოვიტეხე. ვაიმე, ჩემი საწყალი, რანაირად მოხდა? ბროვასტი, იცი რა მოხდა? ახლავე უნდა მიხედო ჯულის. იანა, გოგოებთან ჩხუბს ვერ დავიწყებ. კარგი, მაშინ მაგის შეყვარებულს მიხედე, არტემს, იმიტომ რომ იცი რა გადაწყვიტა ეს? ერთად მოიფიქრეს თან. ჯულიმ ჩააცვა არტემს და ვითომ არის სპორტსმენი. წარმოგიდგენია საერთოდ? ბროვასტი, დაგვეხმარე, კიდევ ერთი სპორტსმენი არ გვინდა. ბროვასტი, ეს სერიოზულია. გოგოებო, დაიხიეთ უკან იცის ყველაფერი. სმაილ, წარმოიდგინე. ფრთხილად იყავი, მე თითი მოვიტეხე. გოგოებო, არ შეეხოთ სმაილს, თითი მოიტეხა. სმაილ არის ნერვიულო, ქორწილამდე გაგიulis. მე და ნასტიასაც კი არ ყავს სპორტსმენი შეყვარებულები. ხო, და ჯულის ყავს, ჯულის. ხო, ჯულის, წარმოიდგინე. გოგოებო, ჯულიზე რატომ საუბრობთ? ჯულის მოგვიანებით გავუმკლავდებით. სმაილს დიდი პრობლემა აქვს, თითი მოიტეხა. კარგი, არის ნერვიულო, ახლა დაგსვავს კამზე გოგოებთან ერთად. უცბად ვივარჯიშებ და მე მოგხედავ წაგიყვან ექიმთან. ბროვასტი, ამას ესე ვერ დატოვებ. რანაირი სპორტსმენი შეიძლება იყოს ის არტემი? კარგი რა. იანა, არ მადარდებს. რა? კარგი, მივხედავ. ძალიან კარგი. სმაილ, აი აქ დაჯექი, არის ნერვიულო, უცბად ვივარჯიშებ და მე სკოლის ექთანთან ჩავალ, კარგი? ხო, კარგი. კარგით, გოგოებო, დღეს ჩქარა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, სმაილმა თითი მოიტეხა. სმაილ, ძალიან გტკივა, არც ისე. დიანა, სერიოზულია? მე მგონი კი, მაგრამ არა უშავს, ვარჯიშის შემდეგ ჩავიყვან სკოლის ექიმთან. კარგი, დავიწყოთ. 1, 2, 3. სმაილ, დასვენებაზე არტემს უნდა დაველაპარაკო. რა მოხდა? ის სპორტსმენი გახდა. გაგიჟდა? შენ თითი არ გტკივა? სულ მოვიწყდა. ჯული, სად მიყავა? არტემ, საპირფარეშოში. ჯული, საპირფარეშო არ მინდა. არტემ, ნუ მაბრაზე მივდივართ თქო. მაგრამ ჯული, მე არ მინდა. არტემ, უნდა გამოიცვალო. ჯული, მომისმინე, გინდა რომ დამცინო? არტემ, არავინ არ დაგცინებს. თან უკვე დავპოსტე შენი სურათები სპორტსმენის ფორმაში რო ხარ. თან სპორტსმენი თუ არ იქნები, აი მე დაგცინებენ.
ჯული, ვერ ხვდები საერთოდ რას მიკეთებ? თუ მე ვინმე დამცინებს, ჩვენ შორის ყველაფერი მორჩება. კარგი არტემ, წავედით. კოსტა, ფიქრობ ეს კარგი იდეაა? ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ამას დაუბეჭდავთ და მერე მთელ სკოლაში დავკიდებ. ხო, ამ სპორტსმენებით მართლა დავიღალე უკვე. ხო, კალათბურთელები საკმარისია. ხო, მარტო ჩვენ უნდა ვიყოთ. ჯანდაბა ჯული, ამას ვეღარ გავუძლებ. არტემ, დამშვიდი, პირველი უნდა ჩაიცვა ეს ელასტიკები, მიდი? ჯანდაბა, შარვალი. ხო, მოიცა, დამავიწყდა. აი, ესეც გავამართვი. ჯული, ეს რა არის? არტემ, უბრალოდ ჩაიცვი. ჯული, ეს რაღაცა რის დასაცავადაა? არტემ, დაგიცავს და ბურთი რომ მოხვდება არ გეტკინება. ახლა მიდი, ჩაიცვი ჩქარა. ეს სპორტსმენის ფორმაა. ეს ყველაფერი მართალია? არტემ, მაბრაზებ, ქუჩის მეორე მხარეს რომ უნივერსიტეტია, იქიდან მოვიპარე, აბა რა? კარგი, მიდი და კიდევ რა არის? არტემ, მაისური, აი გამომართვი. მოკლედ, არტემ, ახლა ყველასთან მივდივართ და ბატყუებთ, რომ ვითომ სპორტსმენი ხარ. ჯული, ტყუილი მართლა საჭიროა? არტემ, რა თქმა უნდა, შენ ყველაზე მაგარი ბიჭი იქნები და ავტომატურად მეც ყველაზე მაგარი გოგო ვიქნები. კარგი. კარგი, ვნახოთ რა არის. არტემ, ძალიან მაგარია, დაიჭირე ბურთი. ჯული და ჩაფხუტი? არტემ, იმ გამოსაცვლელ ოთახში არ იყო ჩაფხუტი, მადლიერი იყავი, რაც გავს. ხო, კარგი, წავიდეთ. კოსტა, შენ იქ ფოთოლი დაგიდია. საად? ჩუმად ვიღაც მოდის. ჰეი, ფეხბურთელებო, გზა გაათავისუფლეთ. ვა, შენ გაამზადე, სხვა არაფერს მოველოდ. ჯული, ეს შენი მიკროფეხბურთელია? ჰეი, იმიტომ დასინით, რომ ჩაფხუტი არ აქვს, არა? კარგი, ხვალამდე დაიცადეთ, ექნება, უბრალოდ მანქანაში დარჩა. ხო, ჩაფხუტი ხვალ მექნება. კარგი, წავედით არტემ, ჩემი ფეხბურთელი. მიკროფეხბურთელი კარგად ჟღერს. ჯანდაბა ჯული, ამ წამს ძალიან შემარცხვინე. არა არტემ, არ ხარ მართალი, ფეხბურთელი ხარ, აწიენი კაპი. ღმერთო ჯიჯი, შენ ამას გულისხმობდი? ხო, პატრიკ, ახლავე უნდა გადავიღო. ღმერთო ჩემო. ჰეი, ჯიჯი, ახლა მე გადაგიღები ცოდე. ჩემ ფეხბურთელთან სურათის გადაღება ფასიანია, გაიგე? კარგი, კარგი. წავედით არტემ. მეგობრებო, მიკროფეხბურთელი ნახეთ? ღმერთო, თითი ძალიან მტკივა. სმაილ, დირექტორმა ხომ თქვა, რომ ექიმთან ჩავსულიყავით, ამიტომ დამშვიდი, ჩვენ შენთან ერთად წამოვალთ. ნახე არტემ, არ იყო ძალიან. ხო, უკვე ვეჩვევი. ვაიმე, ჯული, მართლა გახადებ სპორტსმენი? არტომ, ძალიან გიხდება. მარიუსა, რა თქმა უნდა, არტემი ჩემი სპორტსმენია. არტემ, შენ შეგიძლია სპორტსმენი გახდე და ორი ვიქნებით. ჯული, ეგ ფორმა სადიშოვე. მარიუსა, კოლეჯიდან მოვიპარე. კარგი, არტემ, სკოლის მერე მივდივართ კოლეჯში და ვიპარავთ. ხო, მეც მინდა ასეთი კოსტუმი. გოგოებო, წამოხვალთ ჩვენთან ერთად? კი, რა თქმა უნდა. ვა, ეს ვინ არის? ეს ის სპორტსმენია, ჯულის შეყვარებული. იანა, ბროვასტი, ამას შეხედეთ. ბროვასტი, მიდი, ის სპორტსმენია, მიდი. იანა, ამას როგორ მოვერიო? არტემ, რას გახარ, წავიდეთ, ფორმა ვიშოვოთ. წავედით. ჯული, გარშემო ყველა მე მიყურებს. ჰეი, რას უყურებთ აქ, მომისმინე ჯული, შენ გონია რომ ყველაზე მაგარი ხარ აქ? შენი არტემი არ არის სპორტსმენი. ჩემი შუა თითი ხარ, დაწნარდით მას რატომ ეხებით? ის ჯულის უკან დგას, შეშინებული. ხო, ეშინია, მიდი ბროვასტი მოუარე, აბა. ბავშვებო, თქვენთან კამათი არ გვინდა. ჯული, მოიცადე, გაგიჟდი? აბა თქვენ შორის ყველაზე ჭკვიანი ვინ არის? გაჩვენებდი, გიხაროდეს რომ შუა თითი მომწყდა. სმაილ! იანა, მასთან ბრძოლას არ ვაპირებ, რა საჭირო? ბროვასტი! ჩემი არწივი. აი ხომ ხედავ, მთელ სკოლას ეშინია. მართლა შოკში ვარ. ხო, ნამდვილი სპორტსმენი. გოგოებო, მე მგონი კარგია. დიანა, რა? მტერი მყავს? არა, სმაილ, გეუბნები რომ შენ საუკეთესო ხარ. აი, ხედავ არტემ, ყველა შენ გიყურებს. ხო, გრუშავ, ხედავ. კარგით ბავშვებო, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო და დააჭირეთ ზარის ღილაკს ხელი. ახლა წავალთ სმაილს მოვუვლით. კარგად.